სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი არს დაიყოს ქრისტეს მიერ საყვარელნო მეუფენო მამანო დედანო ძვანო და დანო ყველას გილოცავთ საქართველოში წმინდა ნინოს შემობრძანების დღესასწაულს ეს არის უდიდესი დღე ჩვენი ერისა როდესაც პირველ საუკუნეში ღვთისმშობლის მიერ საქადაგებლად წარმოგზავნილი ანდრია პირველწოდებულის და ხელთუქმნელი ხატის მადლით დაფუძნებული ქრისტიანობა წმინდა ნინოს ღვაწლით, მოციქულებრივი ღვაწლით დაგვირგვინდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით და სრულიად საქართველოს დედა ეკლესიის წიაღში დამკვიდრებით. ეს არის არა მარტო ჩვენი დიდი ეროვნული და ქრისტიანული დღესასწაული, არამედ ეს არის ჩვენი ქრისტეში ერთობის დღესასწაული. საქართველო გადარჩა იმიტომ რომ იგი ერთითა პირითა და ერთითა გულითა იყო მადიდებელი ღვთისა და ეს ერთობა დაიწყო წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლით და მისი ღვაწლით. აი ამით არის გამორჩეული წმინდა ნინოს დღესასწაული და ჩვენ მომავალ წელს ვიზეიმებთ ქართლის მოქცევის 1700 წლის თავს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლის თავს და მნიშვნელოვანია ჩვენ უნდა მთელი ერი სამღვდელოება მრევლი მთელი მოსახლეობა მოემზადოთ ამ უდიდესი დღისათვის რათა მადლობა შევწიროთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის რომ უფალმა ღვთისმშობელი დაგვიდგინა ჩვენი მოქცევისათვის, ჩვენი გაბწყინვებისათვის და ღვთისმშობელმა თავისი წარმოგზავნილებით, თავისი სიწმინდეებით, თავისი დიდი რჩეული სასულიერო და საერო დასის რჩეული წარმომადგენლებით შეგვაძლებინა გამთლიანება ჭეშმარიტ სარწმუნოებაში და არა მარტო გამთლიანება, არამედ ისეთ სიმაღლეზე ასვლა როდესაც ყოველი ქართველი იყო არა უბრალოდ მადიდებელი ღვთისა, არამედ მზად იყო სიცოცხლე გაეწირა ღვთისა და მამულისათვის. ეს ანდერძი დაგვიტოვა ჩვენ ვახტანგ გორგასალმა, რომელმაც თქვა ეძიებდეთ ქრისტესათვის სიკვდილსა. ეს არის ნიშანი ღვთისმშობლის წილხვედრი ერის თვითყოფადობისა მთავარი ნიშანი, რომ ჩვენ მზად ვიყავით ყოველთვის და მოსურნენი ვიყავით, რომ ღვთისა და მამულისათვის სიცოცხლე გაგვეწირა და ამას ვაკეთებდით არა 1, 2, 100, 1000, არამედ მთელი ერი იყო ერთსულოვანი. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილა ჟამი სულიერი დაუძლურებისა, ყოველი დაუძლურების შემდეგ ჩვენი ერი ვითარცა ლაზარე, ვითარცა წმინდა გიორგი სიკვდილის აი ამ მარწუხებიდან დაიხსნიდა ღმერთი და ისევ გააცოცხლებდა. და აი ასე მოდის ჩვენი ერი ჯვარცმითა და აღდგომით. ეს არის ჩვენი ნიშანი ჯვარცმისა და აღდგომის თვითყოფადობა და აი ჩვენ ცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც ყველაზე დიდი ჯვარცმის შემდეგ, რომელიც დაიწყო არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და ამას ქვია ბოლო ჟამი, როდესაც ნაწინასწარმეტყველებია დედამიწაზე ძალიან მძიმე განსაცდელები,
რაც თავარია ადამიანთა შორის რწმენის თითქმის განადგურება, მოსპობა, იშვიათი გამონაკლისის გარდა ადამიანთა შორის სიძულვილი, უზნეობა და მთელი უბედურებანი, სტიქიური უბედურებანი, მრავალი სნეულებანი და აი ამის მთელი, აი ამ უმძიმეს ჟამს კიდევ ჭეშმარიტი სარწმუნოების უკიდურესი დევნა, რომელიც არ ყოფილა და ეს ჟამი თანდათან გვიახლოვდება ჩვენ გამოვიარეთ ეს უღმერთობის ჟამი კომუნისტური რეჟიმის დროს და ჩვენ ხედავთ რომ სამწუხაროდ სოფლიოში ეს ჟამი კიდევ უფრო ძლიერდება და აი ჩვენ ცხოვრობთ ამ ეპოქაში, როდესაც იზრდება ჯვარცმა, მაგრამ ქართველი ერი, რომელიც მზად იყო ჯვარცმისათვის, ის ამ ჯვარცმით უახლოვდება თავის აღდგომას, თავის გამწყინვებას და აი ამ გამწყინვების გზაზე ღმერთმა მოგვივლინა უდიდესი მოღვაწე ჩვენი ერის წინამძღოლად, ჩვენი ერის სულიერი აღდგინებისათვის, ჩვენი პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ განადგურების პირას ყოფი ეკლესია გააცოცხლა და დღეს ის არის მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის წინამბრძოლი, წამყვანი, მაჩვენებელი გზისა და ჩვენ ყველანი ვდგევართ ამ აღორძინების გზაზე, ამიტომ ქრისტეს მიერ საყვარელნო ხნედიყავით და განძლიერდით და ესევდით უფალსა. თავარია ვიყოთ უფალთან ახლოს, უფალი ბრძანებს უპირველესად, ეძიებდეთ სასუფეველსა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ. დიახ, ვიყოთ უფალთან და უფალი ჩვენ სულიერად აგვამაღლებს, მოგვანიჭებს სულიერ და ფიზიკურ კურნებას, ძლიერებას, სიბრძნეს, სიყვარულს, ერთობას და ჩვენ არა მარტო გადავრჩებით, არამედ ჩვენ როგორც არის ნაწინასწარმეტყველები, ჩვენ უნდა გავხდეთ დასაყრდენი ყველა იმ ადამიანისა მსოფლიოში, ვისთვისაც ჭეშმარიტი სარწმუნოება და ღმერთი არის მთავარი ღირებულება და აი ასეთია მისია ჩვენი ერისა, უნდა გაბწყინდეს და შეეწიოს მსოფლიოს ჭეშმარიტ სარწმუნოებისათვის ერთგულებაში და შენარჩუნებაში. და ამიტომ წლევანდელი წელი ეს არის მომზადება მომავალი წლისათვის და ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ ერის და ბერიც და აი ეს ღვთის დიდება უნდა გაგვაერთიანოს ყველამ და ეს იქნება ჩვენი გამწყინვების საწინდარი. აი სწორედ აი ამ დიდი დღესასწაულით კიდევ ახალ ეტაპზე დადგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ჩვენი ერი, ჩვენი საყვარელი პატრიარქის დღეგრძელობით, წინამძღოლობით და ლოცვით და ვილოცოთ მისთვის მიუხედავად იმისა, რომ იგი ასეთი როგორც იყო ჟამი და უჟამოთ რომ არ ჩერდებოდა, შეიძლება ფიზიკურად არ არის იგი ასეთი აქტიური, მაგრამ დამერწმუნეთ, ჩვენ ამას ვხედავთ, ყველაფრიდან ჩანს, რომ ისი ლოცვით ჩვენ სულიერად ვძლიერდებით და ჩვენი ქვეყანაც ძლიერდება თანდათან და ნამდვილად ჩვენი ქვეყანა გახდება მშვიდობიანი, ერთსულოვანი და იქნება გამწყინვებული. მე მინდა კიდევ ერთხელ მოულოცო ეს დღესასწაული ჩვენს პატრიარქს, მოულოცო ჩვენი წმინდა სინოდის ყველა მღვდელმთავარს, საპატრიარქო ტახტის მოსამდრეს, მიტროპოლიტ შიოს, ყველა წმინდა სინოდის წევრს, განსაკუთრებით ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტს ნიკოლოს, რომელიც ჯერ კიდევ სამღვდელო მსახურებიდან მოყოლებული იყო ფოკის მამათა და დედათა მონასტრების ამშენებლობის სათავეში საძირკველი ჩაუყარა და აი დღესაც ამ ჯავახეთის ეპარქიას ხელმძღვანელობს და მისი ძალიან დიდი მონდომებით არ შეწყვეტილა არც ეს დღესასწაული ფარავნის ტბაზე 1 ივნის, არც წმინდა ნინოს გზაზე მოგზაურობა და მე მინდა დავლოცო მოგზაურები, რომლებიც დღეს
გაივლიან კიდევ ერთხელ ფარავნის მხრიდან ვიდრე მცხეთამდე ფეხით სვლელობას დალოცოს ისინი მშვიდობით ატაროს და გაახაროს მათი გულები და მათი ლოცვით გაახაროს ყოველი მართლმადიდებელი და ყოველი ჭეშმარიტებისა გზათა შეცდომილნი მოაქციოს მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ჩვენ ბოლო წლებში ასეთი ტრადიცია დამკვიდრდა რომ ჩვენ იმ ჯგუფთან ერთად რომელიც ცხეთამდე ფეხით მიემგზავრება და დაიწყებს წირვის შემდეგ აი ამ მოგზაურობას მათთან ერთად ჩვენ ვივლით ვიდრე ფარავნის ტბიდან სადაც გამოდის ფარავნის ტყვარი ანუ სათავესთან დინარის სათავესთან რომელიც ფარავნის ტბიდან გამოდის საიდანაც სიმბოლურად იწყება ნინოს ფეხით სვლელობა და იქამდე მივალთ ყველანი და დანარჩენები გააგრძელებენ გზას ვიდრე მცხეთამდე და ამის შემდეგ ძალიან გთხოვთ რომ ლიტანიობის შემდეგ ყველანი მოვბრუნდეთ უკან და ჩვენი მონასტერი მამათა მონასტერი გვიწევს ტრაპეზზე და ყველას გეწევთ ამ ტრაპეზზე ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ გაგაძლიეროთ ჩვენ ბოლო წლებში ძალიან გაგვიმართლა იმ ხრივ რომ წალკის ეპარქიას ხელმძღვანელობს ყოვლად უსამღდელოესი ეპისკოპოსი გრიგოლი რომელიც არის ჭეშმარიტად ჩვენი სამოციქულო ეკლესიის სახურების ერთგული ეპისკოპოსი და არ გაუცდენია არც ერთი ეს დღესასწაული და არა მარტო ეს სხვა ყველა დღესასწაული და მე ვიცი რომ ის არის სოხუმელი წარმოშობით და მისი ლოცვა ყოველთვის არის რომ მომავალ წელს სოხუმში აგვეღნიშნოს დიდი დღესასწაულები ამის ყვარით დღეს რაც ხდება აქ ეს არის ერის მეხსიერება 17 ასეული წელი გავიდა მას შემდეგ რაც წმინდა ნინო ამ დღეს აქ შემოვიდა საქართველოში გაათია ღამე და აქედან დაიწყო ფეხით სვლა და ჩავიდა ქალაქ მცხეთაში და გავიდა აი 17 ასეული წელიწადი და დღესაც რომ გადახედოთ უამრავი ადამიანი მოდის ამ წირვაზე დასასწრება და ამ დღის გასახსენებლად უკვე 36 წელია რომ მორწმუნეები ფეხით ფარავნის ტბიდან ცხეთამდე მიდიან და სწორედ ეს არის ის რასაც ვერასოდეს ვერაფერი ვერ წაშლის ერის მეხსიერებიდან იმიტომ რომ ერის მეხსიერება არის მარადიული მე ვიტყოდი მარადიული არა მარტო ხანგრძლივი და მე მინდა ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას მოგილოცოთ საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღე და ჩვენ ღრმად გვწამს რომ დღესაც წმინდა ნინო აქ არის და დღესაც წმინდა ნინო მომლოცველებთან ერთად გაუყვება ფეხით გზას ფარავნის ტბიდან მცხეთამდე ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალს დაგასწროთ მე მინდა მადლობა უთხრა მეუფე დანიელს მეუფე გრიგოლს და ყველა იმ მღვდელმთავარს რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩამოდიოდა ხოლმე და აღასრულებდა ამ წირვას თქვენო მაღალ ყოვლად უსამნელოესნო მეუფე დანიელ მაღალ ყოვლად უსამნელოესნო მეუფე ნიკოლოზ დიდი მადლობა რომ ამ დღეს მოგვეცა საშუალება ერთად თქვენთან ვედიდებინა ჩვენი მოწყალე ღმერთი დღეს სახარებაში ჩვენ მოვისმინეთ როგორ ეუბნება უფალი მოციქულებს შედითო ქალაქებში შედითო დაბებში სოფლებში და უთხარითო მშვიდობა თქვენთან და უთხარით გიხაროდენ რამე თუ მოახლებულ არის სასუფელი ღვთისა რა არის ეს სასუფელი ღვთისა სადაც პატიება შერიგება სტუმარმოყვარეობა ერთსულოვნება იქ ახლოს არის სასუფელი ღვთისა თქვენ ძანეთ რომ მე სოხუმელი ვარ და როცა სოხუმში ომის დროს მამა ანდრიას კითხეს ყურაშვილს ეს ვისი მიწა აფხაზების ქართველების თუ ვისია მან უპასუხა ეს მიწა ღვთისა
ამიტომ ჩვენ კიდევ ვამო ეს მიწა ღვთისა ძალიან ახლოს არის აქ ზეცა ძალიან ახლოს არის აქ სიხარული და ჩვენი საყვარელი პატრიარქის სოხუმიდან ასე ვთქვათ ვინც მისთან ახლოს არის დედები ისინიც ამ ღვაწლში მოხუცდნენ და როცა მე ზოგჯერ ვეკითხები რა დღესასწაულია დედაო ავიწყდებათ რომელი დღესასწაული და ასე პასუხობენ დღეს შენ არ იცი რა დღესასწაულია აბა რომელი მე მიპასუხეს ასე დღეს სიყვარულის გამრავლების დღესასწაულია ამიტომ ვიხაროდეს ყველა ჩვენ ის მიწაზე ვცხოვრობ და ყოველი დღე არის სიყვარულის გამრავლების დღესასწაული ამინ ამინ ის პოლაეტი დესპოტა ყველას გილოცავ და განსაკუთრებით შევთხოვ ყოვლა წმინდა სამებას რომ წმინდა ნინოს შუამავლობით დაგლოცოთ და უხვად დაგაჯილდოვოთ თავისი სულიერი ძალით და მადლით ყველა ვინც დღეს ჩამობძანდით აქ იმიტომ რომ აქ ყოფნა ამ დღეს ეს არის ლოცვა საქართველოსთვის საქართველოს მთლიანობისთვის საქართველოს გაბწყინებისთვის თქვენ საქართველოს მარილი ბრძანდებით ღმერთმა დაგლოცოთ შეიწიროს თქვენი აი ეს დიდი მსახურება და დიდი ღვაწლი იხარეთ და იდღეგრძელეთ მრავალსა წელსა მრავალ ჟამიერ ჩვენთან არს ღმერთი